ფაქტობრივად, როდესაც კომისიის ხდომაზე შემოვიდა განაცხადი, სადაც მითითებული იყო დოკუმენტი, უბრალოდ სწორად, სადაც მითითებული იყო, რომ სამუშაოები არის დასრულებული, კარალის საჭიროა მოდის მოწყობა 5000 ლარი თანხით იყო დასრულებული და ადგილზე, როდესაც მე ვხედავ ყოველდღურად, რომ სამუშაო არ არის დასრულებული, ამასთან დაკავშირებით გამოვთქვი ჩემი პრეტენზია და ჩემი აზრიც დავაფიქსირე და გამოვიყენე ჩემი დეპუტატის უფლებამოსილება, რომელიც პირდაპირ მავალდებულებს, რომ თვალყური მივადევნო მუნიციპალიტეტში ნებისმიერი პროგრამით მიმდინარე პროექტებს და დავიცვა ჩემი მოსახლეობის ქონება. ეს არის ნდობის მანდატი, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოხატა 2012-2014 წლის არჩევნებში. ამიტომ, როდესაც ჩემი აზრი დავაფიქსირე ამ სამუშაოების დროულად შესრულებასთან დაკავშირებით, ერთად გადავწავედით შემდეგ მე და გამგებელი თავის მძღოლთან და ჟურნალისტთან ერთად, სადაც ბოლო ხმაზე ყვიროდა მეძახდა ცინის მწამებელს, წერა-კითხვის უწოდინარს და მეუბნეოდა, რომ სამუშაოები დასრულებულია. სამუშაოს დასრულება ნიშნავს ბოლომდე მიყვანას იმ ვალდებულებების და ვალდებულებისთვისაც გადაირიცხა ის 5000 ლარი. ამის შესასწავლად და აი ამ ფაქტების სანახავად მე თხოვეს ჟურნალისტებმა და ჩემი სურვილიც იყო ადგილზე გასვლებოდა თვითონ ქალბატონი ხათუნა ხათაშვილი სიტუაციას და პარალელურად ჩაგვეხედა ერთობლივად დოკუმენტებში რა ვალდებულება ჰქონდა გამგეობას და ამ ვალდებულებებიდან რა ხარისხით იყო შესრულებული ჩვენი სამუშაოები. რომ ვითომც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 5000 ლარი დახარჯა და ადგილზე არაფერი იყო შესრულებული. ზუსტად ამიტომ ადგილზე ინახა აბსოლუტურად ჟურნალისტებთან თანდასწრებით ყველა ის მასალა, რომელიც იყო ამ თანხით შეძენილი. და თქვენ რა ვუთხარით? და საათ? რა? ის განცხადებები, რასაც თვითონ თვლის შეურაცხყოფილად და მუქარის შემცველად. გზაში ზუსტად ის იყო, რომ მე ვთხოვე, რომ წამოსულიყო ჩემი მანქანით, წამოვიდა, დამთანხმდა და გზაში იყო საუბარი. თავისთავად ცხადია ხა შეეხებოდა ამ თემას. საუბარი იყო ის, რომ მე ვთხოვე, რომ გაეცანი ჯერ დოკუმენტაციას, გაეცანი ვალდებულებას და გაეცანი ადგილზე შესრულებულ სამუშაოს. და გააკეთე ისე შეფასებები და განცხადებები. ეს თუ მუქ არაა, შეაფასოს საზოგადოებამ და შეაფასოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა. ფაქტობრივად სამუშაოს შეძენისა და განხორციელებისათვის საშენი მასალები ივლისის თვეშია 2014 წლის ივლისის თვეში შეძენილი და მას შემდეგ 100 არადია. ამით აქედან გამომდინარე ლოგიკურად ისმევა კითხვა, რატომ არ ხდება ამ სამუშაოების დასრულება და განხორციელება. ფაქტობრივად ეს გახდა ჩემი გამოთქმული აზრი და დაფიქსირებული პოზიცია გამგებლის განაწყენების მიზეზი, რომელიც მეუბნეოდა, რომ მე მიჩილებდა ცინის წამებისთვის, მე ვიყავი წერა-კითხვის უცოდინარი და ბოლო ხმაზე მეყვი. მანქანაში ვიც იყო რაღაც საუბარი. თავისთავად ახლა საუბარი მუნჯებით ხო არ მგზავრებით თემას შეეხებოდა ზუსტად იმ თემის გარშემო ვისაუბრეთ, რატომაც წავედით წასვლის მიზანი რაც იყო კარალეთში. ჩემი თხოვნა იყო, რომ დოკუმენტაციას გაცნობოდა და დასკვნები ისე გაეკეთებინა. თუ დაუშვათ ვერ დაამტკიცებთ ამ რაღაცა, რომ უჩივლებდით. არათა შემთხვევაში ჩივილი არ არის ჩემი სტილი. გამგებელს საკმაოდ ბევრი საქმეები აქვს ახლა ჩივილებზე, ნამდვილად არ აქვს არც დრო, არც სურვილი ხალხი ჩვენგან მოელოდება რეალურ საქმეებს და რეალურ სასიკეთო ცვლილებას ყველა ოჯახისთვის. ნამდვილად არ აქვს იმისი დრო ხათუნა ხათაშვილის წინააღმდეგ სარჩელებზე სასამართლოში ვიარო არ ვინმე ჩემი თანამშრომლები ვატარო. ბატონო, თქვენ როგორც ვიცით, მანქანაში იყავით, წიმგზავრეთ კარალეთამდე და კარალეთამდე და ნამდვილად ცრუბრალდება ქალბატონი ხათუნასგან, რომ იქ იყო რაღაცა მუქარა, ამ მსგავსი სახის შეურაცხყოფა. ეს იყო გამგებლის მხრიდან, უბრალოდ გამგებელმა უთხრა, რომ რატო გააკეთა ცრუბრალდება, გაცნობობდა დოკუმენტებს სრულად, ან მოემართა გამგებლისთვის, ეკითხა, ერთად გაგვიარა და ზუსტად ამ პრინციპით მოხდა ქალბატონი ხათუნას კარალეთში კიდევ ჩვენთან ერთად წამოსვლა, რომ თავადაც ენახა მოსახლეობას შეხვედროდა და იმ მოსახლეობისგან მოესმინა, რომ იქ იყო შეძენაზე საუბარი მასალის თუ რაიმე კონკრეტული სამუშაოს დასრულების. ამ მიზნით მოხდა მისი წაყვანაც, ჩვენ ვთხოვეთ და იქ დაგვთანხმდა, რომ წამოსულიყო, თუმცა უკვე გზაში თვითონ ცდილობდა, რომ პროვოკაციაზე წამოეგო გამგებელი, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა ტელეფონს ჩავრთავდა, ტელეფონი მქონდა ჩაწერილი და ჩავიწერ და რაღაცა განსაკუთრებით აქტიურობდა, იქიდან გამომდინარე ზუსტად, რომ საღამოსაც მე ხათუნასთან ერთად რომ საუბრობდით, კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ თავისი შვილის დანიშვნა უნდა კულტურის კლუბის
ხელმძღვანელად როგორც მე მითხრა მაგალითად პირადად და ასე ვთქვათ, მაშინ თუ იმ შემთხვევაშიც აყენებს რომ მოწმე ვიყავი, იმ შემთხვევაშიც დამიყენოს მოწმედ, რაც ისაუბრა საღამოს უკვე კოტე თავზარაშვილის ოთახში. მე იმედი მაქვს საკრებულოში აფასებს ამ ფაქტს და შესაბამის რეაგირებას. ანუ დავაკონკრეტოთ, ეს იყო შეურაცხყოფა თუ ეს იყო მუქარა? ეს იყო მუქარაც, დაჭერით მე მუქრებოდა, რომ მე ხელებზე მოკილებდა დემონსტრამეყოდა და დამიჭერდა ცილის წამებისთვის. მე არ ვიცი რას გულისხმობდა ის და მე რაში დავწამდი ცილით, რასაც ვეყოდები ამას. თუ მოვითხოვ სამუშაოების ვადებში და დროულად დასრულებას, რომელიც 2014 წლის პროგრამით არის გათვალისწინებული, აქ ვერ ხედავ მე ცილის წამებას რაღაცის გაფრთხილებისა და შეჭრის დაობაზე. მაგრამ რადგან აქვს ეს რეაქცია ბატონონიაში, ახლა გამიჩნდა კითხვები იმ ფაქტთან დაკავშირებით, რამდენად მიზნობრივად იყო შეძენილი ეს საშენი მასალა, 5000 ლარის საშენი მასალა. თუმცა მე არ ვარ პროკურორი და მე არ ვარ გამომწიებელი, არც აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი, რომ დასკვნა გავაკეთო. აღნიშნო, რომ კავეთის თემში ჩვენ განვახორციელებთ 4 პროექტი. საერთო ჯამში ეს იყო 97,632 ლარის ოდენობა. აქედან იყო საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა, საწყავი სისტემების რეაბილიტაცია და საჭიდაო მოედნის შემოღობისთვის მხოლოდ მასალების შეძენა. იქ სამშენებლო ვალდებულება არ დაუყენებია მოსახლეობას გამგეობისთვის. ვალდებულება გამგეობამ აიღო და მოსახლეობამაც ეს მოითხოვა მხოლოდ შეძენას. და შრომითი რესურსი ამის შემოღობის დროს უნდა განეხორციელებინა და გამოყენებულიყო თვითონ მოსახლეობის მიერ, ანუ თვითონ ნაწარმოებინა ჩვენებრივ. ეს იყო და ეს. ყოველთვის და მინდა მიმართო ბატონ დავით ონიაშვილს, რომ როდესაც ხარ საჯარო მოხელე, მithumetes არჩეული რაიონის გამგებელი, უფრო მეტი მოთმინება გმართობ საერთოდ, უფრო პირიქით ნებისმიერ თანამდებობაზე უფრო მეტი კრიტიკა უნდა მიიღო, ხარ მომავალში დაითვალისწინო, ასევე განსხვავებული აზრის მოსვენა არ უნდა მოგვერიდოს. მე მინდა მიმართო ქართული ოცნების ადგილობრივ ლიდერებს, პოლიტიკურ ლიდერებს, ასევე მეზობლობას, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით აუცილებლად მოხდეს რამე რეაგირება და ელემენტარულად სამწუხაროა ადამიანი, რომელიც 10 წლის განმავლობაში იყო საჯარო რესურსის ხელმძღვანელი, ელემენტარული კომუნიკაციის პრობლემა აქვს მოსახლეობასთან. ეს არის ძალიან ცუდი. ცილის წამება სიცხის სამართლის კოდექსით არ არის დასჯადი, ადამიანის შეურაცხყოფაზე და სახელის დაგრესების შევარდნისათვის შეიძლება სამოქალაქო წესით მიემართოს სასამართლოს და მოითხოვოს აი ამ ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო წესით ადამიანს. ხოლო რაც შეეხება მუქარას, მუქარა დასჯადია სიცხის სამართლის კოდექსით, ჩავაყენე სახელმწიფო დამცველის წარმომადგენელი ბოში და სახელმწიფოში და ქალბატონი ქართული განცხადებით მიმართავს სახელმწიფო დამცველთან მისი შევარდნილი უფლებების გამო. თქვენი აზრით რატომ არის ესეთი აქტიური თქვენს მიმართ? ვერ გეტყვით, ალბათ შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მან ჩემი ამ შენობაში შემოსვლის პირველივე დღიდან მომთხოვა ორივე თავის შვილზე საკმაოდ მაღალი თანამდებობები, რაზეც მიიღო ჩემგან უარი. უარი მხოლოდ იმ მოტივით, რომ ჯერ მათ უნდა დაეგროვებინათ შესაბამისი გამოცდილება, მიეღოთ შესაბამისი კვალიფიკაცია და როცა შრომით დაემსახურებენ მაღალ თანამდებობებს, შეიძლება ამის შემდეგ ვეფიქრა მათ დაწინაურებაზე. მაგრამ მან ყოველივე გამოცდილების, ყოველივე პრაქტიკის და ყოველივე უნარჩვევების გარეშე მომთხოვა თავის შვილებისთვის საკმაოდ მაღალი თანამდებობა. აი რა თანამდებობა? კულტურის სამსახურის უფროსობა მომთხოვა. რაზეც მიიღო ჩემგან უარი. როდის დაიწყო დაპირისპირება? თქვენ როგორ ფიქრობთ? ფაქტობრივად ვფიქრობ, რომ გაღიზიანება საკრებულოს გამგებლის გამოიწვია ჩემს მიმართ იმ ფაქტმა, რომ მე როგორც დეპუტატმა კოლეგებთან ერთად მხარი არ დაუჭირე გამგეობის თანამდებობების ამბოების მატებას, სადაც საერთო ჯამში 1,200,000-ზე მეტი კი იყო ხელფასების მატება და უარყოფითად შევაფასე გამგეობის მიერ გასულ წელს შესრულებული სამუშაოები, რადგან სამუშაოები არ იყო დასრულებული. თუმცა ეხსნენ ისინი, რომ კონკურსები იყო და ამ კონკურსებმა გამოიწვიეს თანამშრომლების სამუშაო და დროებით მოწყვეტა. მაგრამ იქ მარტო თქვენ არ იყავით წინააღმდეგი? ფაქტობრივად ზუსტად ეგ თქვი მე, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად მეთქი, მაგრამ რაც შეეხება არგუმენტებს, მე დავაფიქსირე ჩემი არგუმენტებით, რამდენიმე არგუმენტით, საფუძვლიანი არგუმენტით, სადაც მე ხელმათ ჩემმა კოლეგებმა დამიჭირეს მხარი. ანუ ყველაზე მეტად თქვენ აქტიურობთ. კი, მე ვაქტიურობდი ხელფასების მატების შეჭრებასთან დაკავშირებით წამოჭრილ საკითხებზე.
და ვფიქრობ, რომ როდესაც 40 სოფელი არის დასეტყვილი და მოსახლეობა ფაქტობრივად შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, როდესაც სტუდენტები, რომლებიც ამ შემოსავალზე იყვნენ მიჯაჭვულები, რომ გადაეხადათ სწავლის გადასახადი და მათი მდგომარეობა არის გაუარესებული, ამ ფონზე ხელფასების მატება მე მიმაჩნია მორალურ, ასე ვთქვათ, დისკომფორტად დაგროვების მხრიდან და კრებულოს მხრიდანაც. მადლობა. ხათუნა არის პარტიული სიტ კოალიციის მხრიდან გასული დეპუტატი. ანუ ფაქტია, ხათუნა ხათაშვილი მოიაზრებოდა და მოიაზრება ეხლაც სავარაუდოდ მოსახლეობის მიერ როგორც კოალიციის კანდიდატი და არა დამოუკიდებელი კანდიდატი. კარგად, მადლობა. რაც შეეხება ღრუბელ ხათუნას, სუპერშეფს ავტორიტეტი ხალხთან დიპლომატიისებს და ძალიან მორათობის მუშაობს თითოეული ადამიანი, რომელიც თუ გაჭირვება იმის რამე ის რაღაცა ტკივილიოს ყოველთვის იმდის და ყოველთვის ვერჩიული თავიდანვე თავიდან ახლა თემატური ხათუნა არ გააკეთებენ განცხადებას, რომელიც თუ დღესდღეობით აფისინაშე დგებოდა.